მოგესალმებით მეგობრებო, ბაჩო გამოგიჩნდეთ, ბაჩო, ნიუ-იორკიდან. ბაჩო, პრივეტ. სალამი. ბიჭო, ბაჩო, ძმაოჯანი, რაღაცა დვიჟენია იყო უოსტინზე. ძალიან ბევრი ვერტალოტი დაფრინავდა და იმ საქმეზე ხო არ ხდება რამე, ახალი ხო არ არის, ხო შეკრიბე ესენი ყველანი და გაუიასნე უთხარი ჩვენი სიტყვა. მოგვარებულია გაწვანდა ყველაფერი. დიდი მადლობა ეს პატარა ლირიული გადახვევა იყო, რა ჩვენ პატარა ბიზნესები გვაქვს ახლა იქ და პატარაც არ არის ხე ეგრეც არ არის. ხო, მაგრამ როგორც ჩანს მოაგვარა ყველაფერი. დაინსკვერზე კორპუსის შენებლობას ფიცხებს. კაროჩე დავძარით. აური გაქვს, რა კოეფიციენტი მოგცეს. მანდა მერი ის არ არის ირანელი, ჩვენი ძმა არის. და მაგან გავწევ. აკაცუკი მერი ყავს. ჰა? ბიჭო, სხვა შეურის მაღაზია, მაგრამ სუებს ყველა მაღაზიაში არის გამოკიდებული ამის პრინტიანი მაიკა რა. ხო? რა შეულებრივი პონტი არის და ეხლა წარმოიდგინე საქართველოს რო ექნა სიზამე ლიბერალები. აბა ამას მაიკას რო კიდე სუვენირების მაღაზია ლიბერალების ბრიგადა მომიდგენია რა იქნება? აბა. მოდი ახლა გვიცხარი რა ხდება რა მისიით ხარ მან? თავარი მისიის გარდა. მოყევი ყველაფერი. არა, ნუ ჩვენ თემებზე არაფერი არ თქვა. არ თქვა თორე შეშურთებათ. ხო არა, ეგ კადრს გარეთ. ხო. მოგეთ გაიროში ყოფილით ამ მომენტში არა კონსპირაცია. რამისითაც მომბანე გაიროში შეგვიძლია კონვენციის პირთა კონვენციის წევრი ქვეყნების გენერალური ასამბლეას რომლის ფარგლებშიც იქნება ჩვენი დოკუმენტები იმის განსაზღვრების შესაძლებლობის ჩვენება ზეგ 11 იunis და შესაძლოა მიზეზი რაღაც მე აქ ვიმყოფები გულის სამწუხაროდ აქ არ არის თავისი მიზეზი აქ ალბათ ხოდა მაგაზე ვინ? და ფილმის პრემიერა იქნება ფილმის პრემიერა იქნება და შემდეგ მასშტაბებსაც გააგებინებთ. სად იქნება ესე იგი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ პრემიერა? პრემიერა იქნება გაიროს ფილმის კონვენციის წევრი ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ხო, გასაგებია. გამომეორებინა მეუღლეთ. გასაგებია. მოდი რას ველით ახლა აი ამ პრემიერისგან, რას ველით აი ამ ვიზიტისგან, რამე მოკლედ რო გითხარ, აი რა გეგმები გვაქვს, რა მოლოდინი? ჩემ პირად მოლოდინი არის რომ პარასპეზე საქართველოში არსებულ სიტუაციაზე არახო პარასპეციის ან ზოგადად შემოგეცალების და მათი მდგომარეობის შესახებ გაიგებენ და იქნა გამოჩენილი რამდენად დაწინაურებულია ადამიანების იქნება ეს ტელეფონით ერთვები ხო უკაცრავად, ტელეფონით ერთვები ხო? შეგიძლია აპარატი მიიდო, აბა უკეთესად თუ გამო. ხმა არის როგორ? აპარატი რომ მივიდო, განსახურება აღარ იქნება. ვიცი ხო, აი გარი, მეორე აპარატის უნდა დაგვერეკა. შენ ახან ბევრ ხალხში ხარ, ხო? და ეს აქამდეც არის ნო და? არა, ისმის უბრალოდ ბევრ ხალხში ცოტა ხარვეზია. ხო, გავაგზელო? კი, ბევრ ხალხში თუ ხარ, შემდეგი ჩარტისთვის ყუდრო ადგილი მოძებნე მე ხვალისთვის მაგალითად. იმათო გაკეთდა ჩართვა არ იქნებოდა ესთეტურად პარტიული მაგრამ გადადა. გააგზავნე. ხო, საინტერესო იქნება ზოგადად ნახავენ სპორტის წარმომადგენლები რომ ეს სიტუაცია არის აქ ხდება შედარება განონიზება მასზე გამოსვლა გამომართულებით სამუშაო გეგმის და ჩემს პირველში ძალიან სამამულო არის ის რომ ეს ფილმი აღწერს იმას თუ რა ტიპის პროგრესი არის ამ მიმართულებით და როგორ მაღალი განვითარების ეტაპზეა ჩვენ და თვითონ ეს ფილმის მირები ერთმანეთზე საუბარსო ადამიანები არიან და კარგად წარმოაჩენენ ქვეყანასთან თვითონ საზოგადოებას და ნიმენაც პოზიტიური მოლოდინი რომ ეს იქნება თუმცა იგივენაირი ოქროს სიმჯის პიალი არ არის ეს დანიელი მოგონ მაგ ისტორია ანალოგიურად გადავხმარებ. კაი ბაჩო
დიდი მადლობა. ხმა იმდენად არა კონდიცირებული ხმა არის, რომ კლუბ ვიდეოების განხილვაში ალბათ შეგვეშლება ხელი. გარკვეულწილად, იმიტომ რომ აი ხმაურია რა მან შენ სადაც ახლა კაფეში ხარ, ხო? არა, ხმაურზე მეტად მისი ხმა არის. იასუცეში. რა ჭამე დღეს? არაფერი. ჰა? არაფერი დღეს ჯერ ვერ მოვასწარი. Приятного аппетита. სტეიკი შეახრამუნე. აბა. დროების მაშინ. გაიხარ. ხვალამდე. ხო, ნუ ვინც ვერ გაიგო. ძალიან კარგია. დავიწყოთ იქიდან რომ გადავიღეთ ფილმი. პოსტივის. ვიტყვი ამას ფილმში არა, რაც ვერ თქვა და ვინმე ვერ გაიგო. ფილმი გადავიღეთ მე ბაჩომ და ჩვენმა მეგობარმა პროდიუსერმა გიორგი გრძელიშვილმა, რომელმაც ესე იგი ფილმის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენი პარაოლიმპიელები, პარასპორტსმენები თუ რას მიაღწიეს და სახელმწიფოს დახმარებით სად არიან ეხლა და შესაძლებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ დავასპოილერებ ცოტა ნაცების პერიოდი, რომელ პერიოდშიც არა თუ ბიუჯეტი ქონდათ რაღაც სამარცხვინო, ასევე დასარბევად შერბოდნენ ხოლმე იქ. ეს არის მთავარი და ჩვენ გვყავს პარასპორტსმენები, რომლებმაც ოქროს მედლები, ვერცხლის მედლები, ყველა ძალიან მაგარ შედეგებს მიაღწიეს სხვადასხვა დისციპლინებში და ეს არის სახელმწიფოს დამსახურება და განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ ხელა კონტრიბუცია გაიღო ამ დისციპლინების და ამ მიმართულებით. ამაზე არის რა და შედარება არის კიდე რა იყო და რა არის. მე გარდა ამისა ერთ მნიშვნელოვან მომენტს მინდა აღნიშნო რუსეთ-თუმეს აიზღარი ადამიანი პუტინის მონა და პროპაგანდისტი არის ნიუ-იორკში მეგობრებო. ხო, არა ჩელაბინსკში, აბარა. არა მოსკოვში, თუმცა ჩელაბინსკში უნდა წავიდეს და მოსკოვშიც. სადაც ბაჭო მოსკოვშიც უნდა წავიდეს, ნიუ-იორკშიც, ოტავაშიც და აბუ-დაბიშიც. აი ეს არის სწორი. რა თქმა უნდა. კარგი და მაგაზე საერთოდ ხო, ვერ გავიგე ადამიანს. მე სერიოზულად არც განვიხილავ მაგ საკითხს, ხო. და მე დავუშვათ პაესტრით რომ რაღაცა ჩანს თითქოს. კაი. ეხა ქაჯაიებზე, თები ქაჯაიები არის ესეთი კაჯმაჯუნა გოგოები და გავუშვით პირველი. დიდი ინტელექტუალები. უდიდესი. და სხვა შორის რამდენად ხედავ ვიკა ბუკიაც შემოდის სცენაზე კიდე. არის. ხალბატონი რომელიც ქოცებს ჩაცმულობის გამო დასცინის და გონია რომ კარგი ნიშა დაიჭირა და ამით უდაჩნი. ხო და მაგრა გამოდის. ხო და აი ნახე ღმერთმა დამიფაროს რომ მათი მოსაწონი ვიყო და მათი მოსაწონი რამე გავაკეთო აი აუცილებლად შალვარამიშვილისგან რა უნდა მეწყინოს მითხარი აი შალვარამიშვილისგან და მისი კოლეგებისგან ხა მე გავახსენებ ამ გოგონას არ ვიცი ეს იყო თუ მისი და ერთი შეწყვი მეორე მოხარშე წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობდა იმედზე ოცნების მიერ კონტროლირებად იმედზე ასე ვთქვათ ხო წლების განმავლობაში რამოდენიმე 5-6 წელი ნიუსში მუშაობდა ან ეს ან მაგისდა ზუსტად არ მახსოვს და მე რახან მქონდა ბევრი ფილმი გაკეთებული დოკუმენტური ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ აგებულ აშენებულ ბაღზე ხო მათაც უნდათ გაკეთება და მე უწევდი კონსულტაციას ჯერ ხო არაფერი არის აბსოლუტური ისტერია რა ეს ის არ არის კაცო ისრაელ-ირანის ომში ამერიკის ომში რომ სიგიჟეები რო თქვა ის არის თუ ეს არის მაგის და არის არ ვიცი მე მგონი ეს არის და მოიცადე დებილი არის გავიხსენოთ ვაფშე რა თქვა ირან ისრაელ-ამერიკის ომი რო დაიწყო ერთი წუთით ერთ წამით მან თუ არ ვწდები გალფის ქვეყნებზე თქვა რომ იმას ბომბავს ამერიკაო იმიტომ რომ იქ იყრიან თავს ტერორისტებიო კი არა და ირანი ბომბავდა მე მგონი თუ არ ვწდები ტიპი არის აი გეოგრაფიულად და პოლიტიკურად ბანკროტი როგორი გვაქვს არ ვა ეგ რა გამახსენდა მოუძებნოთ ეგ ვიდეო და ისპანახს რო ეძახიან ხო ისპანახს აი დებილი გოგო ხო არის აი თავი უნდა შეიკავო ხანდახან რომ იქნება არ არის არ შეიძლება ქალთან ეს ორი გაჯაია არიან დებილების დუეტი რა ერთი უძახის რომ რა ამოდი
სახში და ჩადიმე. რა იყო დედამ შია არა გეზინება დაახლოებით აი ესეთი. ხო და ეგ არ მახსოვდა ბიჭო. ომის ანალიტიკა ამარო შემოგთავაზა. ეგ იყო ყველაზე მაგარი. არა, ეგ იყო ნომერ პირველი. ამის შეცდომები მანქანაზე არჩევნები იყო მეგობრებო და მანქანაზე მოიტყუა ფეიკი გააკეთა. გაჯაი არ იყო მე ფეიკი რო გააკეთა რომ ოპელს წითელ ოპელს გაეკიდა რომელზეც შიშის თურმე ისინი დამღობები და დამკვირვებლებზე ზეწოლის მოხდენები იჯდნენ და თურმე აღმოჩნდა რაღაცა სხვა მანქანა აბსოლუტურად სხვა მარკის მანქანა ეგ სკანდალიც მახსოვს კარგად ანუ უცოდინარი რა კი და სიუჟეტში ორივე უბრალოდ წითელი იყო მაგრამ სხვა მარკის მანქანა აბსოლუტურად სხვა მარკის ოკეი მეორე გავხსნა მოიცა და თქვა რა ისე გააკეთა ეს სიუჟეტი რომ ისეთი სისულელები აკეთა ისე გადააჭარბა ამ ქებაში და ისე შეეტენა რა ხო ხვდები ამ პირდაპირ მუშაობას რა ეს ხაჯები მართლა მე და შენ გვეუბნებიან რომ ამათი კოლეგა როგორ დიდი ხანია იმენიდან წამოხვედი დიდი ხანია მეორე ნანუკა მე მგონი ეს იყო არ ვიცი ვერ ვასხვა ამათ მე მართლა ვუცნობ რომ ეს იყო მაყურებელს ვუთხრა რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დასრულდა. აი ჩემი საოცნებო ამბავი იქნება რომელსაც გავაშუქებ. მე მოცნებობ რომ შენ ეს თქვა. და გითმობ ამას მე მართლა ვუცნობ არ შეიძლება რომ მე ვთქვა. არა ეს იყო ეს უფრო დებილია. ბიჭო ნიუანსები არის რაღაცა რაც დავიჭირე ხა და ეს უფრო დებილია. ნამდვილად მანქანაზე იყო ეს შენ გაუმეტყველებაზე ომის ანალიტიკა პირველი დის იყო და იმაზე დიდი სიდებილე მე არ მომისმენია არსად მე მგონი რომ ეს ომის ანალიტიკა ის იყო და ეხლა შევინდა აი არ შეიძლება მე რომ ეს გავაშკო მინდა მინდა ჰოლივუდში გადამიღო რამე ფილმში მინდა რატო ეს არა უფრო დავიჭირე ეს უფრო დებილია შენ არ ფიქრობ ესე ძალიან სერიოზული საკითხი დადგა ჩვენს წინაშე შენ ეხა ისეთ ამოუხსნელ ეგ მაგას ერქვა ეს აპორეტიკული დიალოგი და ეგ ჩიხია ძმა ეგ ლობაჩოვსკის ლოგიკური პარადოქსებია ეგრე სად არის შეხვიდე და ცალსახად თუ არა რომელი უფრო დებილია და მე მესამესაც შემოვყვანდი ხო ვიკაბუკია უფრო ეპატაჟური ქალია ბიჭო ვიკაბუკიას აქ ანუ როგორ თქვა არა კეთილის მოსურნე ვარ რა თქმა უნდა TV პირველის და მაგ სამუშაო კოლექტივის მაგრამ ის აპარატი პირის რაც აქ და რახმაც და ამოსდის ხო სუმაგათი მომხრე რო იყო პროსტა ვერ უსმენ რა აი ხო არიან ადამიანები რომლებსაც ვერ უსმენ და გაცლიან ყველანაირ ენერგიას რო გაცლიან ვაჩვენებ მე მაგას კრატაკაჯეს ვაჩვენებ რა უნდა ეწყოს არა ნინი გეხვეწები თუ შეგიძლიათ ერთი წუთი ომის ანალიტიკა ისრაელ ეს ირანის კონფლიქტი რო დაიწყო ეგ მაგაზე დიდი ხაია ქართულ ტელევიზიაში არ რომელი იყო აი ინგა გრიგოლია რო იჯდა იმასთან ბენდუკიცასთან ის არაფერი ნატა ქაჯაია იყო ეგა ნატა იყო უეჭველი ხო აი რა უნდა დაჟე ჩემთან არაფერი არ უნდა გეწყინოს შენ ვაფშე არაფერი არ უნდა გეწყინოს ისე დებილი ხარ მაიცადე მე ხო არ მოუძებნი ერთი წუთით არა აი მოძებნეთ აბა თქვენ და კონკურსი რო ჩაატარო ტუპოი გოგოზე მეორე ადგილზე გავა იცი რატო ტუპოია პირველ ადგილზე არ გავა ხო არა ირაკლი კუბრაძე ალიანსზე ახლა მოუძებნოთ რა ის და აი რაც წაიკითხეთ თქვენ იმის მიღმა მე არაფერი არ ვიცი იმის სტატუსზე ალბათ იმის მიღმა არაფერი არ ვიცი იმის მიღმა არცად მე არ შეხვედრია არ ვიცი რატო დარდობ სად შესვლაზე სად გამოსვლაზე თავად უნდა იდარდონ იმაზე რომ იცლიან ამ ავტორიტარიზმის პირობებში იქეთ-აქეთ რაღაცა კენჭების, ლოდების, ტალახის თუ ქართლის სროლაში ყველამ თავი უნდა შეიკავოს რომ იმ ტიპის დაპირისპირება არის მათ შორის სოციალურ ქსელში რომ თქვენ მისამართით ამის თქმა მინდა იავარდია მაგრამ მაინც ჩვენ არ გვინდა არც იავარდის სროლა არაფრის სროლა ოპოზიციას შორის ყველამ საკუთარ თავს, ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს, ჩვენ ვცდილობთ რომ ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ერთი გავძლიერდეთ როგორც დამოუკიდებელი ალტერნატიული პოლიტიკური სუბიექტი და მეორე კი ამ ქვეყანაში შევავიწროვოთ ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი. ეს არის ჩვენი გზა. ხო, ნუ გაუგებარია ხა. ლემონჯაუ უფრო მაგას ამბობს იგივეს გავშით. კაკას ბაჩო არ არის აქ.
იდასტურებთ, რომ არავითარ ამ ტალახის როლებში მე მონაწილეობას არ ვაპირებ. იმიტომ კი არა, რომ რამის თქმა არ შემიძლია. იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ეს არის სტრატეგიული შეცდომა და ვიღაცის შეცდომის გამო არ ვაპირებ, რომ მეც იგივე შეცდომა დავუშვა. აბსოლუტურად შეგნებულად. შეიძლება ძალიან ბევრი მქონდეს სათქმელი და პირად დამოკიდებულებები პოლიტიკური კომენტარები მქონდეს სხვა. ფიქრობთ თუ არა რომ ისევ თქვენი ამომრჩეველი იმსახურებს მეტად დაკავშირებით. კი ბატონო, ეს არ არის ორ პარტია, ანუ მე მინდა სწორად გაიგოთ რა მიზანი მაქვს, როცა კითხვას ვსვამ. არ მაქვს არანაირი ინტერესი რომ თქვენ ერთმანეთთან დაპირისპირება გავაღვივა თქვენი პასუხით. მაგრამ ალიანსის ამომრჩეველმა რა უნდა, რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს ალიანსის ამომრჩეველს აი ამ დაპირისპირებების ფონზე. ახლა თქვენ ელოდებით რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გადაწყვიტოს რაიმე და ჩამოყალიბდეს ალიანსი საბოლოოდ რაიმე ფორმით თუ რას ეკეთ ამ მოქალაქეებს. ალიანსში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან დაერთიანებული ალიანსში საერთო ხედვის გარშემო. როგორ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი, ხო? აი, მოკლედ შერგო მაგალითად დღეს დაწერეს ისეთი სტატუსი, რომ ძალიან მალე ნაცების ლოგოს ჩამოვაშორებთ ამ ალიანსში. იქ ომი არის და უფრო გაძლიერდება დედაშვილს არ არის ხელში. საჩინელება. შერგო სადაც არის, შერგო არის დაანგრევის წერტილი. ანუ ნებისმიერ არამც თუ ესეთ ამორფულ სასტავში აი ყარო ჯახში რო შეუშვა ჩერგო ბაცილა არა ჩერგო ჩოულებრივ დამანგრეველი ჩერგო არის მართლა ლოგო და ფაქტობრივად უკვე გახდა პირდაპირ პროპორციული იმისა რომ რაღაც დისონანსი შეაქვს სიმშვიდესა და ორგანიზებულობაში და რაღაცა წესრიგში რა იმიტომ რომ ჩერგო იყო ისტორიულად ეხა უახლესი ისტორია რო გავიხსენოთ პოლიტიკოსი რომელმაც ყველა ერთობა დაშალა და რას გადააყოლა ეს ყველაფერი პროსტა არ ვიცი დეგენერატი ჩვეულებრივი აი ლევან სანიკიძე ხო არის ადამიანი რომელსაც რა თქმა უნდა არც მოეკითხება ჭკუა და არც რამე იცის მაგრამ ეს კი იცის რომ გამოაშკარავა რა ხდება შიგნით აი ლევან სანიკიძე არის ნაცი და ალიანსზე ლაპარაკობს და ნახეთ რას ლაპარაკობს რა თქმა უნდა ხა მე როგორც წესი გულწრფელი ვარ და არ მომერიდება იმაზე საუბარი, ხა რა ვიცი, ბრიყვად უნდა ჩავთვალო ჩვენი ტელემაყურებელი და თქვენც რომ ხა გითხრათ რომ არაფერი არ ხდება კაცო და ნორმალური არავითარი ნორმალური ვითარება არ არის, მიმდინარეობს ძალიან სერიოზული დაპირისპირება და ჩემი აზრით ალიანსის წარმომადგენელი რამდენიმე სუბიექტი, ახლა სახელს დაგვარს მაინც არ დავასახელებ, ზღვარგადასული გინების და ფურთხების რეჟიმში არის და ჩვენ დავასახელებთ. ვითარებაში როცა ვართ, ახლა მე რო გამოვიდე და თქვა რომ არა ალიანსი მყარად დგას და მედგრად დგას და ფაქტია რომ არის ზღვარგადასული დაპირისპირება განსაკუთრებით ზოგიერთი სუბიექტის მხრიდან ნაციონალურ მოძრაობას არ ეხება, რა დედას არ იგინება ზოგი თორე დანარჩენი ყველაფერს კარგობს. ხო, ნუ მელიაზე და აი ამ მის პარტიაზე 4-იანზე საუბრობს, ასევე ჩერგოზე, რა თქმა უნდა, ალიანსზე და კიდე თუ არის ვიღაცა არ ვიცი. მოკლედ სერიოზული გინების ასპარეზია გაშლილი იქ. ნუ მაგალითად დაცვატე მეგობრებო. პრობლემა რა შეიცი? ოპოზიცია ვერ ჩამოგვიყალიბდა ისეთი, რომელიც რაიმე საპინწონეს შეუქმნის ოცნებას. ეს არის მთელი პრობლემა, რომ ნატო ქაჯაიას, დები ქაჯაიასთან არის ჟურნალისტები რო არიან, რომლებიც სიგიჟეებს ლაპარაკობენ. აი ეს არის ოპოზიციური მედია, ხო? სიგიჟეებს ლაპარაკობენ, სიდამში არიან ჩვეულებრივი დებილები. შორიდან შეიძლება არაკომპეტენტური ვიწოდო, მაგრამ ახლა უნდა რომ მივედი დებილი აღმოჩნდა რა. არა, ნუ აი ადამიანი რო იძახის, რომ იმიტომ ურტყავენ აბუ-დაბიში და დუბაიში, იმიტომ ურტყავენ სათამბჯენებს, რომ იქ არიან ამერიკის დაზვერვის ტიპები. იმენა შედევრია რა. მართლა შედევრია. შედევრი რომელია, კაცო? ანუ მე ეგეთი სიდებილე. საიდან გამოიტანეს და არ გამიგონია სრული სერიოზულობით ვამბობ, მე ეგეთი სიდებილე ქართულ ტელევიზიაში მით უმეტეს რაიმე სახის სერიოზულ და ანალიტიკურ გადაცემაში არ მომისმენია რა. მართლა. ჯერ ეს ამათი დანერგილი აი ამ დების მიერ დანერგილი, განსაკუთრებით გარეთ რო დარბის ისტერიული ტონი, ყვირილი, გადაჭარბებული რეალობა, ჭარბი რეალობა, სიგიჟე, უგემოვნოდ, ხაჯურად, ანუ აი რაღაცა აი კარგი და როგორ გულსვათ იწარ, დასრულდა რეჟიმი, ვერ მოესწრებით ჩვილო, ასე უპასუხა მაგათ ბიზინა ივანიშვილმა თავის დროს.
აი ნატაკაჯაია და ბიჭო აი უყურე როგორ არის ბიზნესი იმაშუს ხო ომებიან მაგრამ ავერც კი ამჩნევს მე მგონი ამათ არსებობას რა ბიჭო საბოლოო ჯამში ნახე ჩვენ რომ შევადგინოთ ამ ომის ან დაპირისპირებული მხარეების აი საჭადრაკო დაფარა როგორია. ნუ აიკე მე წინა ხაზზე საველე სამუშაოებზე გამოსულები არიან. აი ისინი რა ტელევიზორი რო გამოიტანა ციხიდან ლაზარე. არა, მე გეუბნები ამრევები და საველე სამუშაოებზე გამოსული. ერთ წამი დავამთავრე. უკანა ხაზზე ანუ ცოტა პროპაგანდისტული მიმართულებით ყავთ ესენი ერთუთ ეს სამეული ინგა გრიგოლია ჩვენი ძმა და მეგობარი სრული დეგენერატი წამლებს რო იმაში ხობარა არა კაცო არ ყავს როგორ მავიწყდება ტაბლიაშვილი ო სერიოზული ძალიან მაგარი ყავდათ ნიკა გვარამია კი ბატონო ეს ხო მელაძე ნოდარა მერე პოლიტიკოსებში გადავიდა. ხო, ეს პროპაგანდისტული ხაზი. პოლიტიკოსებში ყავთ ბიჭო. გიჟები. ნიკა გვარამია, რომელმაც თქვა, რომ რასაც მე ვიძახდი, ვიტგენშტეინივით გამოვიდა და ჩემ ძველ ნათქვამს არ დაუჯერდები და წამლებზე ვიყავე და მაგან მთელი ის დივერსია შემოიტანა ბიჭო. არაც დიდა ქვეყანას წყნარად ცხოვრებას. მე აღმოჩნდა თურმე რაში იყო საფრთხე. თურმე ხარიელობაში. სალომე ზურაბიშვილს რო აგინებდა. არა პროსტა ისა, სალომე ზურაბიშვილი. არა, ზურაბიშვილი საგინებელი. კი და სანიკიძე გუბაზე. ორივე. ხო. ეს სასტავი კიდე ნიკამელია რომელმაც რაც თქვა პირიქით ყველაფერი უგუღმა შეასრულა საჯდომით მოუბარი კი ბატონო სულელი ჩამოყალიბებული დეგენერატი ამერიკის დროშებით რო და საგარო ამერიკის და ეხლა წარმოიდგინე პრეტენზია რატო უნდა გქონდეს ოღონდ მე არა მე სხვა რამეს პრეტენზია რატო უნდა გქონდეს თუ შენ ჯანმრთელობასთან და მენტალური რაღაცა დაავადებები არ გაქვს. ხო, აქვთ. თუ შენ ეს არ გაქვს, რატო უნდა გქონდეს პრეტენზია? და თამარა და გერია. გია ბარამიძე და გიგი უგულავა და ამათ რატო უნდა გქონდეს? თან პლუს ამ ყველაფერს ეხლა რაც ჩამოვთვალე, ემატება გამოცდილება წარსულის სისტემური წამები. ეხლა ნახე, აი ესენის ხედან, აი მაცი ვარ გამოტანილი ტელევიზორით და ლაზარეებით და ყველაფრით ერთად თავის ფრანკლინის კლუბებით და ფიქრობენ რომ ქართულ ხალხს რატო ეშინია ჩვენ რატო არ უნდივარ რატო არ უნდივარ არა და ხო გვაქვს დიდი პოტენციალი ერთიანობაც არა აქვს ხო ერთიანობაც არ აქვს დაჟე ასე ხო და ნახე ფიქრობენ რომ აი რა დავაშავეთ ჩვენ რა დააშავეთ კომპრომატები ხართ როგორ ექცევით ბიჭო კომპრომატები ხართ ბიჭო და იქიდან მეფე თუ დედოფალი თუ რომელიც არის საჭადრაკოდობაზე მე რა ვიცი მიშა იმაში უკრაინელის ვიძერო არის უკრაინელის პერსონაჟის ვიძერო არა ძმაო მიშას მე თუ ვინმე დასკვნას მომიტავს რომ ამას დაცურებული არ აქვს ყოველთვის ქონდა კაი გავუშვათ რა აი ნატა რის შეიძლება გწვენოდეს აი რის უნდა გწვენოდეს აი რა უნდა გეწყინოს და სხვა შორის აქ რო გაქებდეთ არ უნდა იყოს წინა არ უნდა იყოს მაგრამ აი ნატა კაჯაია მომისმინე კარგად გეუნები შენ აი ისი უნდა გწვენოდეს ესე დებილი რო ხარ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ქალაქების დაბომბვა? რატომ გაცდა ირანის ტერიტორიას? იმიტომ რომ ირანიდან წასული ტერორისტები, ირანების სამხედრო მაღალჩინოსნები, მათ შორის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოება მიცის რომ სწორედ გუშაქთა კორპუსზე დგას ეს აიათოლა ალი ხამეინის რეჟიმი. დიდი არაბულ სახელმწიფოებზე სხვადასხვა ქვეყნებს არა ეს ისრაელმა ძალიან კარგად იცის სად იმყოფებიან ისინი და სავარაუდოდ ამ სპეცოპერაციების ეგო ისრაელი უთხრავს არა ბიჭო ისრაელი და ამერიკა უთხრავს თავის დუბაის ამერიკა უთხრავს ანუ რა იმასაც იდეოლოგიასაც თვითონ ემხრობიან ისიც ვერ განსაზღვრა რომ ის დაეცვა მაგრამ ეს უნდა იყოს დასჯადი ესეთი სამადავლინი იდიოტის სახით რო ლაპარაკობ ესეთ თემაზე როგორი თვითდარწმუნებულია რომ არაფერი არ ეშლება დიდი ირანისტივით ეხა გუშაქთა კორპუსი ხო ამას მაღლა კორპუსი გონია ის გუშაქთა კორპუსი იმენა დიდი 8 სართულიანი ჯიგრული არა ცოტა 20 სათამბჯენი რა ორი ლიფტით ხო და კაროჩე ანუ ეს გასაბავს ცი ისინი გამოიქცნენ დასახლდნენ დაბუდაბიში და დუბაიში და ისრაელი დაბუდაბიში იმ კორპუსებს ურტყავს სადაც ესენი არიან ნავოჩიკები ხო და კი ბიჭო შენ სიღრმეს ხდები საერთოდ ამაზე დებილი არავინ არ შეიძლება აი როგორია იცი მაგალითად
მე რო ხა დავждე აქ და არა ანალიზი რო გავაკეთო მეორე მსოფლიო ომის და რო ვამბობ აბა დებილობა თქვი აბა რასაც ესწავლოს გეტყვი ვერ იტყვი მოიცადე გეტყვი აი ხა თუ დაფიქრდი და ეგრე სად არის მეს დავფიქრდები არა ეგრე დებილობას ვერ იტყვი ანუ ეხა რაც ხდებოდა დუბაის შენობები სასტუმროები იბომბებოდა ისრაელის მიერ ამერიკის მიერ დუბაის ბომბავდნენ ამერიკელები, იმიტომ რომ იცოდნენ ის ოთახები და ის ნომრები სასტუმროში, სადაც იყვნენ ირანელი ჯაშუშები. სწორია. ჯაშუშები და კი არ მივიდნენ და კი არ შევარდნენ იქ. არა, იმენა აეროპორტი და არა, იქ უნდა დაერთა. არა, თან აეროპორტები და არა, იქ არ შეიძლება თუნდაც რომ მიხვიდე გაანეიტრალო. არა, აეროპორტები და ბომბეს მაგის გამო. იმიტომ რომ თვითონავში იდა არა. ნუ იშვიათ. საკუთარი ბაზები დაბომბეს. ძალიან მაგარი. ამერიკელები დაბომბეს. ხო, ბაზები, ხო დასაბომბი იყო. იმიტომ ჯაშუშები იდნენ. კი, დასაბომბი. იქ ვერ აიღებდნენ, ხო, ვერ მიდოდნენ, ვერ დააწევებდნენ. კი, და ეს სრუტე და გადაკეტა იმან, რა ქვია, კაშალოტმა. კაშალოტმა, არა, დანიამ. გრენლანდიამ ჯაკეტა ეგ სრუტე. აი ეს არის თუ გაინტერესებთ გეოპოლიტიკური ჯოჯოხეთი, მაგრამ გეოპოლიტიკის გეოპოლიტიკური არა ეს არის ჯოჯოხეთი. ეს არის გაუპატიურება გეოპოლიტიკის. აზრის, რა გეოპოლიტიკის სახი აზრის. აი ნატა. რა უნდა გწყინდეს თორე. ასე რომ მაინც რა ჩააგდე, აბა. ჩემთან დაკავშირებით ახალი ამბავი არ არის. სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა შეუერთდა ტერმინოლოგიითაც, როგორიც არის მაგალითად ქათამი, ნიკუტა და ასე შემდეგ ქართულ ოცნებას. ვაიმე ქათამი კაცი. არა, ერთსამი ქათამს ეძახიან ნაცები ამას. ხო, არ ვიცი. ვა, დინარება აღმასლა დაიწყე. მაიცა. ჩემთან დაკავშირებით ახლა ეს ახალი ამბავი არ არის. სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა შეუერთდა ტერმინოლოგიითაც, როგორიც არის მაგალითად ქათამი, ნიკუტა და ასე შემდეგ ქართულ ოცნებას. ანუ ნიკუტას ხო ჩვენ ვეძახით? არ ვიცი. ქათამსაც ჩვენ ვეძახით. ხო. და ეხლა ეძახის ანიციტლიძე. რაღაც ხარამე უნდა დაუძახო. ეხლა ეძახის ანიციტლიძე ალბათ. ანიციტლიძე? მაგრამ მიქემ ნიკუტა ხარ და ქათამი. ეგეც ძალიან რთულია. აბა სხვა რა დაგიძახოს მეორე სხული ცოტა რთულია სიმართლეს იძახიან იქნება მამალი პეტუხი ხო ვაი თქვენ პატოს თქვენი უბადრუკი დედავატირე თქვენ უბადრუკებო თქვენ რა თქვენი რევოლუცია მოსაწყობი ხელახლა არის 10 ჯერ მოსაწყობი არა ბიჭო ვინ უნდა მოვაწოდოთ სოდავებთ რა რევოლუციაზე ლაპარაკობ ვინ უნდა შლაკი ხარ შლაკი ეს ოპოზიციის ლიდერი ნეშომპალა ნეშომპალა კიდე რა ეს არის კულტურული ნეშომპალა არა სასუქია მაშინ აი რა არის ნაკელიც კარგია გამოიყენება მატლებიც გამოიყენებიან არა ეს არის რაღაცა აი რაღაცა ხო არაფერში რომე რა არის ეგეთი რა არის ეგეთი არც კალია არც ღამურაა ეგეთი კალია რომ თებს იცვლის ირთა რომ დაეცემა ხო მაგრამ ისიც შეიძლება რაღაცაში გამოიყენებათ ხო გეო ვაფშე არარაობა ხარ რა არარაობა იმენაზე მე ნატა ქაჯაი არის თქვენთვის რა ვიცი ჟურნალისტიკის დედა რა თქვენი დედა ვარ კარგად ზანდებოდეთ როგორ ვნახოთ მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის ხვალამდე აბა აუ ძალიან